ქრისტიანული სამყარო დღეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე იმობს. ყველაზე მეტად ამ დღის განსაკუთრებულობა წმინდა მიწაზე იგრძნობა. იქ, სადაც მაცხოვარი ჯერ ჯვარსაცვეს, 3 დღის შემდეგ კი მკვდრეთით აღდგა. იერუსალიმში ვნების კვირის გასატარებლად და მთავარი სასწაულის წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად მომლოცველები მთელი მსოფლიოდან ყოველწლიურად იკრებებიან. მათ შორის არიან ქართველი პილიგრიმებიც, რომლებმაც წლის ყველაზე მძიმე დღეს სიმბოლურად ვია დოლოროსა, გოლგოთამდე ქრისტეს უკანასკნელი გზა გაიარეს. ამის შემდეგ იყო დიდი შაბათი, როცა იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა მაცხოვრის საფლავზე აგებული პატარა ტაძრიდან იგივე კუვუკლეიდან ზეციურად გარდამოსული ცეცხლი გამოიტანა და მორწმუნეებს ქრისტეს აღდგომა ახარა. ვნების კვირეული საქართველოდან ჩასულ მომლოცველებთან ერთად იერუსალიმში გაატარა მოამბის გადამღებმა ჯგუფმაც. გენო სიყმაშვილი და ვახო ლეკიაშვილი მოგვიყვებიან, რა ხდება ქრისტიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კვირას წმინდა მიწაზე. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. ამ სიტყვების წარმოთქმა განსაკუთრებით ამ კედლების შორის გარკვეული მღელვარების გარეშე რთულია. სწორედ ამ კედლების მიღმა არსებულ დარბაზებში იესო ქრისტეს ენით აღუწერელი არა ადამიანური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას ხალხის წინაშე ტანზე შემოაძარცვეს ტანსაცმელი, დააბეს და სხეული დაფლეთვამდე გაუშოლდეს. უფრო მეტი დამცირებისთვის ეკლის გვირგვინი დაადგეს. ეუბნებოდნენ, რომ ის არ იყო ძე ღვთისა და ცრუ მესიას უწოდებდნენ. ასე დამცირებული ამ დარბაზების ვიწრო დილეგში ჩააგდეს. აქ მეორე დილეგიც არის, ბარაბას დილეგი. ხალხის გადაწყვეტილებით ბარაბა შეიწყალეს. იესო ქრისტე კი, როგორც ღვთის კანონების მგმობელი, ჯვარზე გაკვლით უნდა მოეკლათ. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. იერუსალიმში ვნების კვირის გასატარებლად პილიგრიმების ნაწილი დიდ ორშაბათს ჩადის, თუმცა წმინდა მიწაზე მომლოცველთა რაოდენობის განსაკუთრებული მატება დიდი ხუთშაბათიდან იგრძნობა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან დიდი ხუთშაბათი ქრისტიანული სამყაროსთვის გამორჩეული დღეა. სწორედ დიდ ხუთშაბათს იესომ თავის მოწაფეებთან საიდუმლო სერობა გამართა და ისინი პურით და ღვინით აზიარა. ამიტომ ამ დღეს ზიარება მორწმუნეებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. წმინდა მიწაზეც დიდი ხუთშაბათი ზიარების წესის შესრულებით დაიწყო. იაკობ მოციქულის სახელობის ეკლესიაში ისრაელის პატრიარქმა თეოფილუს მესამემ წირვა აღავლინა. ამ დღეს აუცილებლად ყველა ქრისტიანმა უნდა ეზიაროს, ყველაზე მეტად უნდა დღეს უნდა გაიწმინდოს გული და დაიწყოს ახალი ცხოვრება. როდესაც ზიარება მივიღე გოლგოთას ტაძართან, როდესაც 7 გზის ზეთისხება მივიღე, ჩემთან მოვიდა, იცით როგორი რაღაცნაირი გრძნობა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, შიგნით იქნები თუ გარეთ იქნები, მადლი, რომელიც აქ ტრიალებს, ის აქ ტრიალებს. ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს ეკლესია იესოს ცხოვრებიდან კიდევ ერთ ეპიზოდს იხსენებს. ეს არის მაცხოვრის მიერ ნაჩვენები სიმდაბლის მაგალითი. სახარების მიხედვით იესომ თავის 12 მოწაფეს ფეხები დაბანა. სწორედ ეს სიმდაბლის მაგალითი გაიმეორეს წმინდა მიწაზეც. აღდგომის ტაძრის წინ ეზოში სპეციალურად მოწყობილ ამბიონზე იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილუს მესამემ თავის 12 მღვდელმთავარს ფეხები დაბანა. ამ მომენტიდან წმინდა მიწაზე მყოფი ქრისტიანები წლის ყველაზე მძიმე დღისთვის მზადებას იწყებენ. წითელი პარასკევი, დღე, როდესაც იესო ჯვარზე გააკრეს. წელს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ქრისტიანული სამყაროს კონფესიათა უმრავლესობა ერთ დღეს აღნიშნავს ქრისტეს აღდგომას. შესაბამისად, ყველა ამ პილიგრიმისთვის ვნების კვირის დღეებიც დაემთხვა. ამიტომ წმინდა მიწაზე ყველამ ერთად მოიყარა თავი. ეს განსაკუთრებით წითელ პარასკევს გამოჩნდა. როდესაც ტრადიციულად მორწმუნეები ცდილობენ თავად გაიარონ ვია დოლოროსა, ქრისტეს უკანასკნელი გზა გოლგოთამდე. ძიმე დღეა დღეს მთელი სამყაროსთვის. გაგვაძლიერა რომ სუფალმა მარტო შენდობას თხოვ დღეს ვერაფერს და ბრწყინვალე აღდგომამ დაგვიყენა სუფალმა პირველ რიგში ჩვენი სამშობლოსთვის, პატრიარქისთვის დიდხანს გვიმყოფოს. მაცხოვარმა გაიარა ეს გზა, რომელიც ყველა ადამიანი გავდივარ ჩვენ ცხოვრებაში, ყველას აქვს გოლგოთის გზა, მაგრამ აი ფიზიკურად ამ გზის გავლა დიდი მადლია, დიდი სასწაულია. ქრისტეს უკანასკნელი გზა, რომელიც ტანჯვითა და ტკივილით სავსე 14 გაჩერებას მოიცავს, ამ დღეს ათასობით პილიგრიმმა გაიარა. ისინი ამ ფორმით ცდილობდნენ იმ დამცირებისა და შეურაცხყოფის საკუთარ თავზე გამოცდას, რომელიც ქრისტემ ამ ქუჩებში 2000 წლის წინ გაიარა. საოცარი დღე იყო ჩემთვის, ენით აღუწერელი რა სიტყვები არ მყოფნის მართლა, რა ვიცი. ყველა ქართველმა და ყველა ქრისტიანმა უნდა გამოცადოს ეს გზნობა და გამოიაროს ეს გზა რა. ყველას გისურვებთ
ვისაც გულითგინა და ვისაც ერთხელ მაინც საშუალება მოგეცემათ, ამაზე უარი არასდროს არ თქვა. მე სერბეთიდან ჩამოვედი. აქ ვარ, რადგან ღმერთის მწამს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ყოფნა არის მნიშვნელოვანი მთელი ჩემი ცხოვრებისთვის. აქ პირველად ვარ. მთელი ცხოვრება მსურდა აქ მოსვლა. ისეთი განცდა მქონდა, რომ მიწაზე არ დავდიოდი. სწორედ ასეთი შეგრძნება მაქვს ახლა. თუმცა წითელ პარასკევს მოჰყვება დიდი შაბათი. მოლოდინითა და იმედით ახსავს ეს დღე. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. წითელ პარასკევს დალოქული ქრისტიანთა ეკლესიის კარი დილით მუსლიმმა მცველმა გააღო და მომლოცველებსაც მიეცათ საშუალება ეკლესიაში შესულიყვნენ. ქრისტეს საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი ზედმიწევნითაა გაწერილი. თავდაპირველად კუვუკლიის კარი სანთლის ცვილით ილუქება და მის წინ სასულიერო პირები დგებიან. საკურთხევლიდან ტაძარში 12 ბაირაღს გამოაბრძანებენ და კუვუკლიის გარშემო წრედ შემოატარებენ. ამის შემდეგ კი ტაძარში ტრადიციული ყიჟინით, დოლებითა და დაბდაბებით არაბი ქრისტიანები იწყებენ შემოსვლას. სულ ბოლოს კი იერუსალიმის პატრიარქი კუვუკლიის გარშემო ლიტანიობას იწყებს. შემდეგ კი, როდესაც კუვუკლიის შესასვლელთან მიდის და სამღვდელმთავრო სამოსისაგან განიძარცვება, მოლოდინი უკვე პიკს აღწევს. ეს მომენტი ტელევიზორში ალბათ არაერთხელ მაქვს ნანახი, მაგრამ ის ემოციები, ღელვარება, იმედი, სიხარული, რომელიც აქ იგრძნობა ახლა იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, სრულიად განსხვავებული რამ არის. ეს ალბათ პირადად უნდა შეიგრძნო, რომ ეს ყველაფერი გაიგო. საეკლესიო ზარების ხმა გესმით, თქვენ აღნიშნავენ ქრისტიანები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას და ნიშანს იმის, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგება, ამიტომ აქ უკვე ისმის შეძახილები, ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. აქ ისმის ასევე ქართული შეძახილები. არაერთი ქვეყნიდან, არაერთი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი იმყოფება, ყველა თავის ენაზე ულოცავს ერთმანეთს ქრისტეს აღდგომის შესასწაულს და წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას. მეც გილოცავთ, აქედან წმინდა მიწიდან აღდგომის ტაძრიდან ყველა ქრისტიანს ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. განცდები, რომელიც ამ დროს ეკლესიაში სუფევს, ძალიან ამაღელვებელია. თუმცა ყველაზე უკეთ ამას მაინც თავად მორწმუნეთა ემოციები გადმოსცემს. ეს არის სხვა ემოცია, სხვა სიხარული. მინდა მთელ საქართველოს მიულოცო და გუსურვო ყველამ გამოცადოს, ყველა მართლმადიდებელმა ჭეშმარიტმა ქრისტიანმა აი ეს სიხარული გამოცადოს და დღევანდელი დღის მადლი მათ გულებში იყოს და თქვენ გულებში. აუწერელი ამ ემოციას ვერაფრის ვერ აღიწერთ, მაგრამ შიშის გზნობა არის, ხანდახან თითქოს იგვიანებს ცეცხლის გადმოსვლა, მაგრამ მთლიანობაში მაინც სასწაულია. მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი პირველ რიგში ბეთლემში მიაქვს. ამასთან ყველა ცდილობს, რომ სპეციალური ჭურჭლებით სწრაფად წაიყვან ღვთაებრივი ცეცხლი საკუთარ ქვეყნებში. ასე ჩამოვიდა წმინდა მიწიდან წმინდა ცეცხლი საქართველოშიც. იერუსალიმი კი ამ მომენტიდან ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. პილიგრიმთა უმრავლესობაც ნელ-ნელა ტოვებს წმინდა მიწას, იმედით, რომ მომავალ წელს კვლავ შეძლებს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალზე დასწრებას.